ქართველი და ბრიტანელი ავტორების მონაწილეობით ლიტერატურული თარგმანის ვორქშოპი მწერალთა სახლში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში ითარგმნება ინგლისურ ენაზე 6 ქართველი პოეტის ნაწარმოები, რომლებიც ანთოლოგიის სახით დიდ ბრიტანეთში 2015 წელს გამოიცემა. ღონისძიების მიზანს ქართველი და ბრიტანელი პოეტების ხანგრძლივი სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ქართული პოეზიის პოპულარიზაცია წარმოადგენს. ლიტერატურულ ვორქშოპს მწერალთა სახლი 5 დღის განმავლობაში 9-დან 14 სექტემბრამდე უმასპინძლებს. საქართველოს ეწვია 3 ბრიტანელი პოეტი, რომლებიც 5 დღის განმავლობაში 6 ქართველი პოეტის შემოქმედებას თარგმნიან ინგლისურ ენაზე და საბოლოო ჯამში აღნიშნული თარგმანები გამოიცემა ერთ სრულ ანთოლოგიაში 2015 წელს, რაც მე მგონი არის ძალიან დიდი წარმატება თანამედროვე ქართველი პოეტების, ქართული ლიტერატურის და მე იმით ვიტოვებ, რომ ჩვენი ცენტრის უშუალო ინიციატივით, მხარდაჭერით და პარტნიორი ორგანიზაციების გვერდში დგომით, მსგავსი ტიპის პროექტები და სემინარები კულტურის სამინისტროსთან ერთად კიდევ ძალიან ბევრი იქნება მომავალ წლებში. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ქართული პოეზიის თარგმანს ინგლისურ ენაზე. პროექტის ფარგლებში ჩართული არიან ბრიტანული ორგანიზაციები, გამომცემლები, რედაქტორები, რომლებიც ქართულ პოეტებთან და თარგმნელებთან ერთად იმუშავებენ ქართული პოეზიის ლექსების, თანამედროვე ქართული პოეზიის თარგმანზე. ჩემი აზრით, პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ქართული პოეზიის პოპულარიზაციისთვის საზღვარგარეთ, იმიტომ რომ პროექტის შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ანთოლოგიის, ორენოვანი ანთოლოგიის გამოცემა. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ვორქშოპის ფარგლებში პოეტები და მწერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შევიკრიბეთ. ეს 5-დღიანი შეხვედრების საშუალებას მოგცემს ერთმანეთი კარგად გავიცნოთ და გავიცნოთ ერთმანეთის შემოქმედება. მოხარული ვარ, რომ მე უკვე უამრავი საინტერესო პიროვნება გავიცანი.